ღმერთი არავის არაფერს აძლევს და არც არავის არაფერს ართმევს. ამიტომ კმარა ამ ფრაზების გამოყენება. ღმერთი მოგცემს, ღმერთმა წამართვა. რაც საჭირო იყო, უკვე ყველაფერი მოგცა. ამის შემდეგ კი შენ თავად წყვეტ, ამ ყველაფერს იყენებ ცხოვრებაში, თუ არა. და თუ იყენებ, საკითხავია როგორ. სამყარო დაიმახსოვრე, შენგან იწყება. შენ თავად წყვეტ, როგორ იცხოვრებ. შენ წყვეტ და ირჩევ, ან სინათლის გზას, ან წყვდიათს. შენ წყვეტ და ეს შენი არჩევანია. ღმერთი კი შენი არჩევანის ბოლოს დგას. იმ გზის ბოლოს გელოდება, რომელიც აირჩიე და დაადექი. ამიტომ, როცა უხეშად რომ ვთქვათ წარსდგები მის წინაშე, მოგიწევს საკუთარ ნამოქმედარზე პასუხისგება. მას ვეღარ ეტყვი, რომ ეს დედის გამო გააკეთე, ან შვილის, ან მეგობრის, პრეზიდენტის თუ კიდევ სხვა ვინმეს გამო. ღმერთის პასუხი ერთი იქნება. ეს შენი არჩევანი იყო, რადგან მან ყველაფერთან ერთად კიდევ ერთი რამ მოგცა. დიდებული საჩუქარი გაგიკეთა. მოგცა უფლება, საშუალება, შეცდომების გამოსწორებისა. ამიტომ იყავი უფრო გონიერი, გაამრავლე შენთვის ბოძებული ტალანტი. ნუ შეუშინდები შეცდომების აღიარებას, რადგან სხვაგვარად მათ ვერ დაინახავ და ვერ გამოასწორებ. და ღმერთი იყოს თითოეულ თქვენგანთან. თქვენი გზა კი ყოველთვის სინათლისკენ იყოს მიმართული.